გავაგრძელოთ შემდეგი ნომრით, ეს არის ნომერი 3 და მაშინ მდგომარეობს მესამე ამოცანა. ნივთიერი წერტილის კოორდინატის გამოსახულო ფორმულას აქვს შემდეგი სახე. x-ი ტოლია 25 + 20t. ააგეთ სიჩქარის და გავლილი მანძილის გრაფიკები. მოკლედ, მოცემული გვაქვს x-ი ტოლია 25 პლუს 10 20t. უნდა ავაგოთ st და უნდა ავაგოთ vt. მოკლედ, გადმოვწეროთ ზოგადი განტოლება, რის ტოლი არის x-ი ტოლია x0 პლუს vt. აი ეს vt იგივე ესია, ბავშვებო, და თუ ჩვენ შევადარებთ ჩვენს მოცემულ განტოლებას, ეს იქნება 20t. ამოვწეროთ, ესე არის 20t. ანუ ჩვენ საქმე გვაქვს ესის ფორმულასთან, რომელიც არის 20t. ვაკეთებთ ცხრილს, როგორც წინა ამოცანაში, t და s-ის შესაბამისად 0 1 2 3 და ვიწყებთ ჩასმას. 20 ჯერ 0 ეს არის 0, 20 ჯერ 1 ეს არის 20, 20 ჯერ 2 ეს არის 40, 20 ჯერ 3 ეს არის 60. და ვაგებთ გრაფიკს. ამ ღერძზე გადავზომოთ, რომ აქ კიდე ესე. დავიწყოთ რიცხვების აღნიშვნა. ეს არის 0, 1, 2 და 3. ხოლო S-ზე ვნახოთ 20, 40 და 60. რაც შეეხება პირველ კოორდინატს, ეს არის 0, 0, მეორე კოორდინატი ეს არის 20 1-თან, 2 40-თან და 3 60-თან. თუ ჩვენ შევაერთებთ აი ამ წერტილებს, მივიღებთ S-თ გრაფიკს. მეორე კითხვას რაც შეეხება, სიჩქარე არის 20-ის ტოლი და როგორც უკვე ვთქვით, სიჩქარე არის უცვლელი, vt-ს გადავზომავთ, მოვნიშნავთ 20, გავავლეთ სწორ ხაზს და v უდრის კონსტანტს აღვნიშნავთ. გავაგრძელოთ ნომერი 4-ით. 3-24-ზე, ანუ ამ ნახაზზე საუბარი, მოცემულია x ღერძზე თანაბრად მოძრავი ნივთიერი წერტილის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ წერტილის მიერ დროის 3, 5 და 23-ში შესრულებული გადაადგილების მოდულები. მოკლედ, მოცემული გვაქვს ამ გრაფიკიდან, რომ სიჩქარე არის 4 მეტრ-წამის ტოლი. უნდა გავიგოთ, t1 არის 3 წამი, t2 არის 5 წამი, t3 არის 20 წამი. უნდა გავიგოთ S1, S2 და S3. ფორმულებს აქვს შემდეგი სახე. ზოგადი განტოლება vt-ა, S1 ეს არის vt1, რომელიც ტოლი არის 4 გამრავლებული 3-ზე და არის 12 მეტრის ტოლი. S2 ეს არის v2, v გამრავლებული t2-ზე, v მუდმივია ყოველთვის, ასე რომ ეს იქნება 4 გამრავლებული 5-ზე და ეს არის 20 მეტრი, ხოლო S3 ეს არის v გამრავლებული t3-ზე, ეს იქნება 4 გამრავლებული 20-ზე და ეს არის 80 მეტრი. ანუ ჩვენ ვიპოვეთ S1, S2 და S3, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა მეორენაირად. ეს არის დასჭრეხული ფართობის ზომა. მაგალითად, თუ ჩვენ გვეკითხებიან 3 წამში გავლილ მანძილს, შეგვიძლია აი ეს მართკუთხედის ფართობი გავიგოთ და ეს იქნება 3 ჯერ 4 და ეს არის 12. 5-ზე შეგვეძლო იგივე ფართობი გამოგვეთვალა, მაგრამ 20-ზე ამას ვერ დაავითვლიდით, იმიტომ რომ 20 არ აგვაქვს მონაცემებში. ამიტომ ჯობია ამოგვეწერა და ეს ტოლია vt ფორმულით გვეპოვა ჩვეულებრივად. გავაგრძელოთ ნომერი 5-ით. სურათ 3-25-ზე, აი ამ სურათზე გვაქვს საუბარი. მოცემულია x ღერძზე მოძრავი ორი ნივთიერი წერტილის გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ მათი სიჩქარეები და ააგეთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. მოკლედ, პირველ რიგში L ეს არის იგივე გავლილი მანძილი, შეგვიძლია ჩავთვალოთ ესად, ქვემოთ კიდე გვაქვს დრო.
პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვწეროთ ორი მონაცემი, პირველი გავლილი მანძილი და მეორე დრო. შესაბამისად, პირველი სხეული S1 T1, მეორე სხეული S2 T2. მოდით ჩამოვწეროთ. S1 T1, S2 და T2. პირველი სხეულის S1 ავიღოთ 4 მეტრი, რადგან კარგად იკვეთება და T1 ავიღოთ 4 წამი. მეორე სხეულისთვის ავიღოთ 2 მეტრი, აი ეს მანძილი და T2-იც ავიღოთ, ესეც 4-ია. გავიგოთ სიჩქარეები V1 და V2. და ავაგოთ მათი გრაფიკები ალბათ ერთ ღერძზე. როგორ გავიგოთ სიჩქარე? V1 ეს არის S1 გაყოფილი T1-ზე და ეს იქნება 4 გაყოფილი 4-ზე და ეს არის 1 მეტრი წამში. ხოლო V2 ეს არის S2 გაყოფილი T2-ზე და ეს იქნება 2 გაყოფილი 4-ზე, ეს არის 0.5 მეტრი წამში. როგორ ავაგოთ ახლა ერთ ღერძზე? სხვადასხვა ფერით გამოვყოთ. აქ ავიღოთ სიჩქარე, აქ ავიღოთ დრო. პირველი სხეულის არის 1 წამი შესაბამისად. მოვნიშნოთ 1-ით, ხოლო მეორე სხეულის არის 0.5 და შესაბამისად მოვნიშნოთ, ეს სწორი ხაზი არ მივაქციოთ ყურადღება. და ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავაწეროთ V2-ის კონსტანტს და აქაც V2-ის კონსტანტს. ანუ მუდმივია. მეექვსე ამოცანა. წინა ამოცანის ნახაზის მიხედვით დაწერეთ ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულები, თუ პირველი წერტილის საწყისი კოორდინატი 20 მეტრია და იგი მოძრაობს საწინააღმდეგო მიმართულებით, მეორეს კი 14 მეტრი და მოძრაობს ღერძის მიმართულებით. ესე იგი, წინა ამოცანიდან რა გავიგეთ ჩვენ? გავიგეთ სიჩქარეები, რომ მოდი პირველი გამოვყოთ. პირველი სიჩქარე იყო 1 წამი, ხოლო მეორესი V2, მოდი სხვაფრად დავნიშნოთ. მეორესი იყო V2 0.5 მეტრ წამი. ასევე ვიცით, რომ მეორე სხეულის საწყისი კოორდინატია 14 მეტრი, x0 არის 14 და მოძრაობს ღერძის მიმართულებით. მოდი ის არის გავუკეთოთ მარჯვნივ. ხოლო პირველი საწყისი კოორდინატი x0 არის 20 და მოძრაობს ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით. და გვაინტერესებს შეხვედრის დრო. უნდა გავიგოთ რა დროში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს. ჯერ ჩავწეროთ განტოლება x ტოლია x0-ს პლუს vt. x ტოლია x0-ს ანუ 20 გამოკლებული 1 გამრავლებული t-ზე. გამოკლებული, იმიტომ რომ ღერძის საწინააღმდეგოდ მიდის და მინუსი იქნება და მეორე რა გვექნება? x2, ნუ ის x1, x2 ტოლია 14-ს პლუს 0.5t. ეს არის ჩვენ x1 და x2 განტოლებები. ჩვენ შეგვიძლია დროის გასაგებად გავუტოვოთ ესენ ერთმანეთს. x1 ტოლია x2-ის. ანუ 20 მინუს t ტოლია 14-ს პლუს 0.5t. რიცხვები მარცხნივ გადმოვიტანოთ. 20 მინუს 14 ტოლია 0.5t-ს პლუს t. 20 მინუს 14 ეს არის 6 ტოლია 1.5t-ს და t გამოდის 4-ის ტოლი. 4 წამის ტოლი. გამოვიდა, რომ ეს სხეულები ერთმანეთს შეხვდებიან 4 წამში. ეხლა უნდა გავიგოთ შეხვედრამდე მათ მიერ გავლილი მანძილი. რა მანძილი გაიარა თითოეულმა შეხვედრამდე. ანუ ჭირდება ფორმულა S ტოლია VT. პირველი სხეულისთვის ეს იქნება S ტოლია 1 გამრავლებული 4-ზე და ეს იქნება 4 მეტრი, ხოლო მეორე სხეულისთვის ტოლია S ტოლია 0.5 გამრავლებული 4-ზე და ეს იქნება 2 მეტრი. ეს არის ჩვენი საბოლოო პასუხი.